ბავშვებო, მე დაგიბრუნდით Top Kids სტუდიიდან და ახლა ტელეეკრანებთან რა თქმა უნდა მოვიხმობ ყველა პატარას და განსაკუთრებით კი იმათ, ვისაც უყვარს საბრძოლო ხელოვნება და თუ რატომ ამას ჩემი პატარა თანაწამყვანები მარიამი და გურამიკო გვეტყვიან. ხომ ასეა ბავშვებო? ასეა რუსკა, უშუალო აღმოსავლური ბრძოლა, მე მას 6 წელია დავდივარ და ძალიან კარგი სპორტია. ასევე მე პატარას ვურჩევ, რომ ადრევე მოვიდნენ და როცა გაიზრდებიან ჯანმრთელები იყვნენ. ძალიან კარგი ბავშვებო და ეხლა მე როგორც გავიგე, მე მაცვია ჩინელი გლეხის ფორმა და დარწმუნებული ვარ თქვენ ცოტა წამავარჯიშებთ უშუში, ხო? მაგრამ მოდით ეს ყველაფერი ცოტა მოგვიანებით, ახლა კი ჩვენს ტელემაყურებელს აუხსნათ, რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მათი სასურველი კლიპი მოხდეს სასურველ პოზიციაზე. Music Box-ზე მთელი დღე გადის საბავშვო კლიპები. თითოეულ მათგანს აქვს თავისი SMS კოდი. მართალია და როგორც ყოველთვის თქვენი რჩეული ვიდეოს კოდი უნდა გააგზავნოთ ნომერზე 93-090. მართალია, ამასთანავე ვისაც გინდათ რომ მარიამის და გურამიკოს მსგავსად ერთად წავიყვანოთ გადაცემა, ან თუნდაც თქვენმა ვიდეო მიტრიალოს ჩვენს ეთერში, ამისათვის მხოლოდ და მხოლოდ საჭიროა დაგვირეკოთ ან მოგწეროთ ჩვენს ელექტრონულ მისამართზე. მარიამ, ახლა მე შენთან მაინტერესებს, ანუ ძირითადად გოგონები დადიან ხოლმე ცეკვაზე, ბალეტზე, ხომ? ანუ ამით ინტერესდებიან და შენ რატომ გადაწყვიტე რომ შესულიყავი ამ სპორტზე, ანუ საბრძოლო ხელოვნებაზე? ამ სპორტზე უფრო იმიტომ გადაწყვიტე რომ შესულიყავი თავდასაცავად, თავდაცვისთვის. და თავდაცვა რატომ დაგჭირდა? ვინმე ხომ არ გირჩია რომ შესულიყავი ამ სპორტზე? არა, ჩემით მივიღეს გადაწყვეტილება პირველ კლასში ვიყავი, როცა შემოვიდნენ და რომ გავიგე სპორტი იყო ძალიან მომიდა მას. ანუ მანამდეც იცოდი ხო შენ ამ სპორტის შესახებ? არ იცოდი ამის შესახებ. შენ გურამიკო? ჩვენ ერთად დავდივართ ამ სპორტზე და ძალიან მოგწონს. ბავშვებო, და თქვენ როგორც ვიცი, ხართ უკვე საქართველოს ნაკრებში, ხო? და ხშირად გაქვთ ხოლმე გასვლები, თქვათ, ევროპულ ქვეყნებში, აზიურ ქვეყნებში და ანუ მოწინააღმდეგის, ანუ როდესაც გადიხართ თქვენ თვითონ, თქო რა ქვია მაგას? შეჯიბს დიახ, ანუ არ გეშინიათ თუ ეს ყველაფერი უკვე მასწავლებელს თქვენთვის აქვს ახსნილი? შეიძლება ჩვენს შეგვეშინდეს, შეიძლება ძლიერსაც და სუსტად, მაგრამ მასწავლებელი ჩვენ ყველაფერს გვეუბნება და მაქსიმალურად ვცდილობთ გამოვიდეთ. შენ მარიამ მაინც გოგო ხარ, უფრო რთული არ არის შენთვის? ჩემთვის არასდროს ყოფილა ეგეთი მომენტი, რომ შემშინებოდა. პირიქით უფრო სტიმულს ვაძლევ ხოლმე ჩემთვის და ვეუბნები, რომ შენ გაიმარჯვებ და ძალიან კარგი გაიმარჯვებ და ჩემ მასწავლებელს მაგას მეუბნება რომ შიში უნდა დაძლიერო. ბავშვებო, ახლა მითხარით კარატე და უშუ რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან? ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება ვიზუალურად. კარატეში არის ერთმანეთის დაპირისპირება, რაც უშუში არ ხდება. უშუ არის უშუ იყოფა მრავალწევრად. მაგალითად, არსებობს შაოლინი და ასე შემდეგ. ბავშვებო, ახლა დარწმუნებული ვარ, ჩვენს ტელემაყურებელს აინტერესებს რამოდენიმე ილეთი, ვინც ამით არის დაინტერესებული და მოდით თქვენ თუ შეგიძლიათ რომ პატარა გაკვეთილი ჩავატაროთ, ანუ როგორ უნდა დაიწყო თვითონ უშუს ილეთები და ანუ მე ვიცი რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სუნთქვას, ხომ ასეა? მაშინ მოდით რამოდენიმე ილეთი ვანახოთ ჩვენს მაყურებელს. კარგით. ჩვენ გაჩვენებთ რამოდენიმე ილეთს, რომელთაც შეიძლება დაიწყოთ უშუ. პირველ რიგში უნდა ავიღოთ სუნთქვა. ფეხის დარტყმის დროსაც საჭიროა სუნთქვა. ამას გვიამბობ და სისხლის მიმოქცევისთვის არის ძალიან კარგი. ამ სტოიკას ქვია პუბუ და პლასტიკურობისთვის არის ძალიან კარგი. ეს ცოტა რთულია და შეიძლება გაგიჭიროთ, მაგრამ შეგიძლიათ ცადოთ. ეს არის ხიდი შიფუს გარეშე, არ წადოთ და ხერხემლის მოქნილობისთვის ძალიან კარგია. ბავშვებო, თქვენ ახლა ისეთი საინტერესო გაკვეთილი ჩაატარეთ, რომ დარწმუნებული ვარ ჩვენს ტელემაყურებელსაც დაინტერესა თუ რა ხდება უშუს ფედერაციაში, ამიტომ მოდით ნახოთ პატარა სიუჟეტი და ჩვენ სულ რამოდენიმე წამში დაგიბრუნდებით.
ბავშვებო, ალბათ ეს აკრობატული აზიური ილეთები ბევრს მოგაგონებთ დიდ უშუისტებს, მაგალითად როგორებიც არიან ჯეკი ჩანი, ბრუსლი ან თუნდაც ჯეტლი და კიდევ რა ჩამოთვლის ამდენ მსოფლიო ვარსკვლავს. ეს უშიშარი მებრძოლი ბავშვები კი თბილისის უშუს ნაკრების გუნდი გახლავთ, რომლებიც საქართველოს მე-12 ეროვნული ჩემპიონატისათვის ცხელ-ცხელ სამზადისში არიან. უშუ არის ჩინური საბრძოლო ტანვარჯიში. მას ბაზაში აქვს უძლიერესი, ასე ვთქვათ, ყველაზე აღმოსავლურ ორთაბრძოლებში ყველაზე დახვეწილი ტანვარჯიშული სისტემა, რომელიც კარგი არის ბავშვის ხერხემლის ჩამოსახალებებლად. 2 წელია რაც უშუზე დავდივარ, ძალიან მიყვარს ეს სპორტი და ჩემთვის არ არის უბრალო ჰობი, ძალიან ბევრს ვარჯიშობ. მამაცური სპორტია, ხმლებია, ჯოხებია, ბევრი იარაღებია და შეჯიბრისთვის ვემზადებით, რომ მოვიგოთ. უშუ ისეთი ვარჯიში არ არის, მარტო ვარჯიშობენ და რაღაცებს სწავლობენ. იქ მეგობრებსაც იჩენენ და ჩემპიონატები ტარდება. მაგალითად 95 მარტს გავდივართ მოსაგებას და იმედია გავიმარჯვე. ბავშვებო, ჩინური საბრძოლო ხელოვნება უშუ კარატეში არ აგერიოთ. ისინი როგორც ტექნიკურად, ასევე ვიზუალურადაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. და ისიც გავიგეთ, რომ თურმე იეროგლიფი კუნგ-ფუ ნიშნავს თავის საქმის პროფესიონალ ადამიანს, ხოლო ამ სპორტსმენების არაერთი წარმატება კი დამეთანხმებით, რომ ამ სახელს კიდევ უფრო ამყარებს. ეხლა ხან ვიყავით მოსკოვში და ავაფრილეთ საქართველოს დროშა. დავით გულისაშვილმა გვასახელა და პირველი ადგილი აიღო და ერთი სიტყვით ქართული დიასპორა იყო მოსული და ცემს ვერ მალავდნენ, ტიროდა ამხელა ხალხი, ასე ვთქვათ, რომ გაიგონეს საქართველოს ჰიმნი. ზოგმა აღნიშნა, რომ 10 წელიწადი არ იყვნენ საქართველოში და ზოგმა პირველად უყურა ამ სპორტის სახეობას და აღნიშნეს ამ სპორტის განვითარება და ისიც რომ თბილისის მერია ძალიან დიდი მადლობა გადაუხადეს თვითონ იმათმა. 6 წელია უკვე დავდივარ ამ სპორტზე. ამ სპორტმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. ეს სპორტი რომ არ მექნებოდა ამდენი წარმატება, მაგალითად ლატვიაში ვიყავით შარშან, სადაც ავიღე ოქრო და ვერცხლი ჩამოვიტანე ლატვიიდან და აგრეთვე რუსეთში ვიყავით მოსკოვში, საიდანაც ჩამოვიტანე ოქრო და ბრინჯაო. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ უშუს ისტორიაში პირველად გაჟღერდა საზღვარგარეთ საქართველოს ჰიმნი. ჩანცოიანი, დაოშუ, ნანდაო. ეს ის საბრძოლო აღჭურვილობებია, რომლითაც სპორტსმენები სხვადასხვა ტურნირებზე თუ სპორტულ შეჯიბრებებზე გამოდიან და თქვენი არ იყოს ამ სანახაობამ არც მე დამტოვა გულგრილი და მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი უშუისტი ჩემგან ვერ დადგება, მაინც გამოვიყენე შანსი და სასარგებლო გამომხნევებელი ვარჯიში კი ნამდვილად გამომივიდა. დავით საწოლი. 1 აქაც წარმოდგენილი არის ახლა 6 წლიდან 17 წლის ჩათვლით ბავშვები, რომლებიც ემზადებიან საერთაშორისო შეჯიბრებისთვის. საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ ჩატარდება აპრილში სომხეთში შეჯიბრება, სადაც ბავშვები თბილისის ნაკრები გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შემდეგ არის შეჯიბრი ბულგარეთში, სტარა-ზაგორაში, სადაც კიდევ იქ ნაკრები მიიღებს იქაც მონაწილეობას და შემდეგი შეჯიბრი, რომელიც არის კულმინაციური, ასე ვთქვათ, არის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ჩატარდება ინდონეზიაში, ჯაკარტას ქალაქში და აი ბავშვები აქედანვე იწყებენ, ეს მართალია ნოემბერში ჩატარდება, მაგრამ აქედანვე ემზადებიან ბავშვები, რომ იქ შედეგი ვაჩვენოთ და საქართველოს, ასე ვთქვათ, დროშა ავაფრიალოთ. უშუ როგორც სპორტის სახეობა, არა მხოლოდ სპორტის სახეობა ჩვენთვის, არამედ ეს არის ჩვენი ცხოვრების წესი. ბავშვები იმდენად მონდომებულები არიან ამ სპორტის სახეობაში, ვარჯიშით, რომ პრაქტიკულად ის ბავშვი, ვისაც კი არ აქვს ძალიან დიდი მონაცემები თავისი შრომის ხარჯზე და ამ სპორტის სიყვარულის ხარჯზე, ძალიან დიდ შედეგებს აღწევენ, იმიტომ რომ ძალიან მონდომებული, ძალიან ესეც ასხარულო და გამოჯანსაღებელი სპორტია.
Top Kids-ის გადამღებმა ჯგუფმა ისიც გავიგეთ, რომ თურმე მალე ქართულ კინომოყვარულებს და ასევე უშოს გულშემატკივრებს დიდი სიურპრიზი ელით, რადგან ყველასათვის ცნობილ ვარსკვლავთან ჯეკი ჩანთან ერთად მალე კინოეკრანებზე ახალ ფილმს დრაკონის ხმალს ვიხილავთ, სადაც ჯეკი ჩანს პარტნიორობას თქვენ წარმოიდგინეთ ქართველი სპორტსმენი თემურ მაისაშვილი გაუწევს. ამ სპორტის სახეობაში ძალიან ცნობილი მსახიობები როგორიც არის ჯეკი ჩანი, ჯეტ ალი, ბრუს ალი, დონი ენი, იუენ ბეო ეს მსახიობები გამოდიოდნენ და მოღვაწეობენ ამ სპორტის სახეობაში და ძალიან დიდ რეკლამას უწევენ ფილმებიდან ჩვენ ბავშვებს და ძალიან დიდი სტიმული აქვს აქედან გამომდინარე ჩვენ სპორტსმენებს რომ მიიღონ ამ სპორტის სახეობაში მონაწილეობა. ასე რომ ვინც მომხრე ხართ ჯანსაღი ცხოვრების წესის, ან უბრალოდ გინდათ რომ 21 საუკუნეში შეძლოთ თავის მარტივად დაცვა, მაშინ ამ ყველაფერში ჩინური საბრძოლო ხელოვნება უშუ და მისი დიდოსტატი შიფუ დაგეხმარებათ. Coca-Cola-სთან ერთად უფრო გემრიელია. დაიჭირე! სხვა რა გვინდა ამის გარდა? წახემსებას მოსდევს ფანტა. გასენი სიხარულის კარი მოუხმე მეგობრებს შემოკარი ზარი გაუგე გემრიელ ცხოვრებას გემო გაუსენი გული ხვალინდელდეს გაუდინე სიცოცხლეს მიეგებენსეს მიაწოდე Coca-Cola მეგობრებს გასენი სიხარულის კარი გასენი სიხარულის კარი სახლში კარგია ყოფნა როცა გვაქვს Coca-Cola ყველას უნდა გმირი იყოს. ასე ფიქრობენ, მაგრამ როცა დრო მოვა, არ იციან რა გააკეთო. ხვდების ხვისი გადარჩენა რად დაგიჯდება. მაგრამ ყველა ამას არ აკეთებს. ამას ვერ გაიგებს სანამ არ გამოცდი. რადგან როცა მეგობრები საფრთხეში არიან, ფიქრს ყვეთ. და ინსტინქტებს ენდობი. თინეიჯერი მგელი, 16 თებერვლიდან Music Box-ზე. ბავშვები, ხა მე მაინტერესებს თქვენ თუ იცნობთ ცნობილ უშუისტებს, როგორიც არის მაგალითად ჯეკი ჩანი, კიდე თქვენ უფრო გეცოდინებათ. ჯეტ ალი. დიახ, ანუ თუ უყურებთ ხოლმე ფილმებს. და რომელი უფრო მოგწონთ მაგალითად? ჯეკი ჩანი. მე ბრუს ალი. შენ რატომ? უფრო ძლიერი. შენ მარიამ აი მოწინააღმდეგეც მეგონი გამოგიჩნდა, ხო? მე და გურო ხშირად ჩხუბობთ ხოლმე იმაზე, რადგან მას უბრალოდ ბრუს ალი უყვარს, ვიდრე ჯეკი ჩანი. ჯეკი ჩანი ბევრი ლეც აკეთებს კარგად. გასაგებია და ბავშვებო, სამომავლო გეგმების შესახებ, ანუ რას აპირებთ, ხომ არ აპირებთ ამ უშუს გაყვეთ და ჯერჯერობით არ იცით და უბრალოდ ჰობის დონეზეა. არ მე ვაპირებ რომ უშუს გავყვეთ და ეხლა ვემზადებით საქართველოს ჩემპიონატისთვის, რომელიც ტარდება 15 მარტს. და სად ტარდება? თბილისში. ძალიან კარგი და აი ეს სამოსი საიდან ჩამოგაქვთ ხოლმე ძალიან? ეს სამოსი ჩამოგაქვთ ვინწერ ჩინეთიდან. ბავშვებო, აი კარატეში მაგალითად აცვიათ თეთრი კიმანო, ხო, ესე ქვიათ და სხვადასხვა ფერის ქამრები. როგორც ვიცი, ეს შავი ქამარი არის ყველაზე ძლიერი, ხო და აი თქვენ სამოს რატო არის ესეთი ჭრელი თქვათ? იმიტომ მრავალფეროვანია უფრო. არაფერს არ ასახავს, უბრალოდ სილამაზის გამო. დიახ.
მორბეს ჩვენ ჩინეთში სპეციალურად გვიკერავდა ძალიან მოგწონს რომ პრიალებს და ატლასისა. და აი აქსესუარებზე რას მეტყვით ბავშვები? აი მაგალითად ხმლებზე. სხვადასხვა სახეობის ხმალი, ასეთებია წინენი, ნანდაო, დაოშუ, ყველა სხვადასხვა სტილში გამოდგება. ძალიან კარგი. მოდით ბავშვებო, ახლა სულ ცოტა ხნით შევისვენოთ, ნახოთ პატარა სიუჟეტი და შემდეგ დაპირებული გაკვეთილი მე ჩამიტარეთ, ანუ და მასწავლოთ რაღაცები. კარგი? კარგი.